რაც შეეხება ჩემი ცხოვრების ამბავს, ეს ვერ შემოიფარგლება ერთი დაუშვათ შეხვედრით, ან ერთი ამბით, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ დრო არა გვაქვს და ამიტომ რაღაც ერთი უნდა გავიხსენო. საერთოდ ცხოვრება მე ძალიან მანებივრებდა და მახვედრებდა ისეთ საოცარ და საუცხო ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის მაგალითები იყვნენ. მაგრამ აი ხა მე შემიძლია გავიხსენო დაუშვათ ალდე კაკაბაძესთან და ზურა იაშვილთან ურთიერთობა, მე შემიძლია გავიხსენო რა ვიცი, აი უამრავ ხალხთან ურთიერთობა, კომპოზიტორებთან, მწერლებთან, მომღერლებთან, რა ვიცი, ძალიან ბევრი ისეთი შეხვედრები მქონია ცხოვრებაში, რომ დევი ბრუბეკთან მაგალითად გადაკვეთა ჩემი, მაგრამ მინდა გავიხსენო ძალიან იგივე ჟაკ ბრელთან, რა ვიცი, ესე იგი თითები არ მეყოფა ალბათ და ერთი დღე რომ ჩამოვცვალო ამ ადამიანებთან, რომლებთანაც მე მხთა წილად ბედნიერება მომხდარიყავი სხვადასხვა მიზეზების და გამო და შევხვედრილიყავ იმას. მაგრამ აი ეხლა დღეს გადავწყვიტე ასე რომ გამეხსენებინა შეხვედრა უდიდეს მუსიკოსთან, ჯუკ ელინგტონთან. ვიყავი მაშინ 19 წლის და მღეროდი საქართველოს სახელმწიფო ორკესტრში და ჩვენ ზუსტად მაშინ მოგვიხდა წასვლა ჩეხოსლოვაკიაში, როდესაც რუსის ჯარები შევიდნენ ჩეხეთში. ეს იყო თუ არ ვცდები 68 წელი. და ზუსტად აი რაღაც რამდენიმე თვეში წარმოგიდგენია ჯერ ერთი ესე იგი საშიშიც იყო რაღაც მხრივ, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირიდან, ხო? და იქ არავინ არ უყურებს იმას, შენ საბჭოთა კავშირიდან ხარ და ამიტომ როდესაც გაკეთდა ეს რეკლამები, ეწერა ქართული რერო შოუ. აი ესე ეწერა. ქართული ხაზგასმით, რომ არავის არ გონებოდა, რომ ეს იყო რუსული. იმიტომ რომ იყო ძალიან დიდი აგრესია რუსების მიმართ და საბჭოთა კავშირის მიმართ. და გავჩერდით ერთ-ერთ ძალიან აი ესეთ ცენტრალურ ოტელში. და ერთ დღეს მეუბნებიან, რომ წარმოგიდგენიაო, ჩვენ ცხოვრობდით მე-4 სართულზე ოტელში და მესამე სართულზეო ცხოვრობსო ჯუკ ელინგტონიო ლუქსშიო. თავის ორ მეგობართან ერთადო. ანუ ვიღაც ორი კიდე მასთან ერთად ლუქსში, ძალიან დიდი ლუქსი იყო. და იქ არისო გაჩერებულიო. ეხლა გვინდოდა რა თქმა უნდა, რომ მოხვედრილიყავით და ადმინისტრატორმა მოახერხა ისე, რომ ჩვენ ჯუკ ელინგტონის კონცერტს დავესწარით. და მე კონცერტიდან რო ბრუნდებოდი, ცოტათი ადრე დავბრუნდი და ბარი იყო ღია და ვიყიდე პივა მიყვარდა ძალიან. მე გავანებე თავი პივის მას, ესე კი არ სვამდი და რაღაცა, მაგრამ ძალიან მიყვარდა და ხა ჩეხეთში რო ხარ და პივა, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გასინჯო და რამდენიმე ცალი ეს მომაქვს ესეთი პივა ჩეხური და რომ შევედი ლიფტში, შემოყვა აი ჯუკ ელინგტონის ორი მუსიკოსი.
და იძახიან ინგლისურად, რომ აი ჩვენო ვერ მოვასწარეთ ამ პივის ყიდვაო და ძალიან და მე რა თქმა უნდა ეს პივის ისენი მათ მივეცი. ну დაუბრუნდით ჩემთან, უცებ შემორბიან ჩემთან ვიღაცა ჩემი კოლეგები და მეუბნებიან, რომ შენცო თუ გინდაო ჩვენთან ერთად წამოდიო საღამოთიო კონცერტის მერეო ჩვენც ხო კონცერტი გქონდა. მოვახერხეთ ისო რომ ლუქსიო ძუკ ელინგტონთან გვაქვსო შეხვედრაო. სულ რამდენიმე ადამიანს უთხრეს და მათ შორის მეც. და მოკლედ ესე იგი ვფიქრობ ახლა ჩვენ უკვე კარგახანი ჩასულები ვიყავით იქ და ჩემი დეიდაშვილისთვის ვიყიდე ნადირობა უყვარს და ვიყიდე ქამარი და ქარქაშიანი აი სანადირო დანა. ეს პირდაპირ აი ამ ქამარზე ეცმებოდა და ის იყო რაღაც არაჩვეულო. ეხლა ღამე გვიანია, ну დაახლოებით ესე 11-ის ნახევარია ღამე, საღამოა და საღამო კი არა, უკვე ღამეა რა. და გამომიარეს აი ვინც უნდა ჩავიდეს ძუკ ელინგტონთან და ველოდებოდი. ვერ ვიფიქრე, თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე, რომ ქარქაშიანი დანა და ეს ძუკ ელინგტონს ვაჩუქო. და ხედავ, რომ რაღაცები უჭირავთ ხელში ამათ და აი თუ გახსოვთ ბებიებს და ბაბუებს, მაგრამ თქვენ ახალგაზრდები ხართ და აღარ გახსოვთ, იყო აი ესეთი ფაიფურის სპილოები, რაღაცები, რომლებიც იდგა ხოლმე ან იმაზე სერვანტზე, ან სადღაც ან აუცილებლად იდგა პიანინოს თავზე. თუ ხედავ, რომ ერთს უჭირავს დიდი სპილო, მეორეს უფრო პატარა, მეორეს უფრო პატარა და მიაქვთ ეს სპილოები ძუკ ელინგტონთან საჩუქრად. ფიქრობ, ძუკ ელინგტონს რა თუნდა აი ეს სპილოები გეხვეწები. მაგრამ ნუ ეხლა რა ჩემი საქმეა, არც მიკითხავს, მაგრამ გამიკვირდა ძალიან. მაგრამ მე უფრო საუცხოო საჩუქარი მქონდა ჩემი აზრით მაშინ პატარა ვიყავი და რაღაც ჩემი ბურის მქონდა წარმოდგენა და ჩავთვალე რომ ჩემი საჩუქარი ეს არის რაღაც საოცარი, რატო არა ხო შეიძლება რომ ნადირობა უყვარდეს და დადიოდეს და ამასთანაც ისეთი ქარქაში მქონდა და ისეთი იყო რაღაც არაჩვეულებრივი და მოკლედ მივედით მასთან. მე მქონდა ძალიან მოკლედ შეკრეჭილი თმა. უმოკლესად და აი ძალიან გავდი ბიჭს, იმიტომ რომ ვიყავი გამხცარი, აი ესეთი საოცარი და ხა შევდივართ და ეს ეუბნებიან ეს არის და რაღაცა ჩემსკენ გამოემართა ეს კაცი და ვინახარო მეკითხება მეუთხარი მე მეთქი მომღერალი ვარ, პირდაპირ ვეუბნები მომღერალი ვარ. აბაო რა შეგიძლიაო რომ მიმღერო, არაფერი. და აი ხელი უჭირავს აი ესე, შემომაჭდო ხელი და ხელი უჭირავს ესე. როგორი ახლა ძუკ ელინგტონი გიდგას, იცი ვინც არის და რა უნდა იმღერო აკაპელა ახლა, ხო? და უცებ გამახსენდა რომ ძალიან მიყვარდა ფრენკ სინატრას ესეთი რომანსი, შეიძლება არც იციან რომ ეს ფრენკ სინატრას რომანსია და გონიათ რომ ძველი რომანსია, მაგრამ ფრენკ სინატრას რომანსია I'm a fool to want you, მე გიჟი ვარ რომ მიყვარხარ შენ, ხო და და წაუმღერე ერთი კუპლეტი. უცებ გამწია ესე და საიდან ახარო მითხრა მე ვთხარი ჯორჯიადანა ვარ მე. ჯორჯიადან იმას გონია რომ შტატ ჯორჯიადანა ვარ და ჯორჯიადან თუ ხარ გასაგებიაო. და რა მაგარი ვიღაცა ხარო და ჩამახდა ხო my little boy ესე მეუბნება და არა მეთქი მე გავიწიე, არა ვარ ბიჭი მეთქი მე გოგო ვარ.
გოგო ხარ ესე შემოხვდა გაგიჟდა გადაირია და უფრო გადაირია ხო და მოკლედ და უცებ მეუბნება იცი რაო მე შეგთავაზებ ერთ რამესო თუ გინდაო ჩემთან ერთად წამოდიო ჩვენ ჯგუფს წამოყევიო და მე შენ დიდ ვარსკვლავად გაქცევო და მაშინ მივხვდი რომ ვინ იყო ჩვენთან დაკავშირებული ზოგიერთ ორგანოებთან, იმიტომ რომ თვალების ბრიალი დამიწყეს იქ და მე არც არავის თვალის ბრიალი არ მჭირდებოდა, იმიტომ რომ აქ დედა და მამა მყავდა და ძალიან კარგად ვაკონტროლებდი სიტუაციას, რომ შეიძლებოდა მე წავსულიყავი და აქ მათ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩამეგდო მე თან ახლა დები იშნელების შვილი ვარ რაღაცა და გარდა მაგისა კიდე ნუ არ შემეძლო სხვანაირად ვიყავი აღზრდილი და არ შემეძლო ამის გაკეთება და როდესაც მე ეს დანა და ქარქაში და ის ვაჩუქე ამ კაცს ეს კაცი სრულიად შეიშალა ამის თაობაზე აი გაგიჟდა და სულ მივარდა ხან ერთ მუსიკოსთან ხან მეორეს და გეგონება ოქრო მე ჩუგემინოს და ეუბნებოდა ნახეთ რა მაჩუკა რა მაგარია ესე ამბობდა გეგონება ეხლა ჯუკელინგტოს არ ენახოს ქარქაშიანი ისა რა ქვია დანა და ქარქაში რა და ერთი საოცარი თვისება ქონდა ამ ადამიანს ვისაც არ უნდა მიეწერა მისთვის აუცილებლად გამორჩეული იყო ყველა მუსიკოსებში ყველას პასუხობდა და მოხდა ესეთი რამ ეხლა კი დაუწერე მე დამიწერეო შენი სახელი და გვარი რა თქმა უნდა დაუწერე ჩემი სახელი და გვარი გარდა იმისა რომ მერე მოგვილოცა ახალი წელი რეროს და მანანას ცალკე თქვა თვითონ მაგრამ როდესაც იხსენებს უკვე წიგნში თავის წიგნში ზუსტად აღწერს სიტუაციას დანასაც ყველაფერს მაგრამ აღარ ახსოვს ჩემი სახელი და იქ ამბობს ესეთ ფრაზას რომ ამ გოგონამო ახალგაზრდა გოგონა რომელიც იყო ეს დაახლოებით 19-20 წლისო საოცარი ხმა მოუშვაო და საოცრად იმღერაოდა ეხა ჩემს მეტი იმიტომ რომ ახსენებს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ანსამბლს და აი ეს იყო ჩემთვის რაღაცა საუცხო ამბავი ის იმიტომ რომ დასტური იყო ჩემთვის იმისი რომ ანუ მან ჩათვალა ასე საჭიროდ ამხელა მუსიკოსმა რომ დავეძახე დაუშვათ და ეთქვა რომ აი მე შენგან ვარსკვლავს გავაკეთებ თუ შენ ჩემგან ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ასე ვთქვათ ნუ როგორ ვთქვა ჩემთან დაკავშირებით როგორც მომღერალზე ასე ვთქვათ აზრი ამხელა მუსიკოსის ხო და მას მერე და საერთოდ ყოველთვის, როდესაც მე გამოვდივარ და მღერი კონცერტებზე, ყოველთვის მაინტერესებს ყველას აზრი, რა თქმა უნდა, მაინტერესებს რომ როგორი კონცერტი იყო, როგორ აღიხვა, თუ იქ იყო პროფესიონალი ვინმე და აი მას მოეწონა განსაკუთრებით ჩემი სიმღერა, ეს არის ჩემი გამარჯვება. აი ერთი ადამიანიც რო იყოს, მაგრამ გარდა ამისა კიდე მაქვს ასეთი თვისება, შეიძლება 10 ადამიანი იჯდეს და არ იყოს ანშლაგი, მაგრამ მე ზუსტად ისევე მღერი და ისეთივე კონცერტს ვაძლევ, როგორც რომ ყოფილიყო მთლიანად გადავსებული მთელი დარბაზი. და საერთოდ თუ კი ავიღებთ იმ პერიოდს, როდესაც მე პირველად გამოვჩდი, როდესაც მე დავიწყე სიმღერა და როდესაც მე მქონდა საგასტროლო მოგზაურობა, მე არ მახსოვს არც ერთი ჩემი კონცერტი ანშლაგის გარეშე. არც ერთი არ მახსოვს ასეთი რამ, რომ ანშლაგი არ ყოფილიყოს. ნუ აი ეს ჯუკ ელინგტონის ამბავი
და რა თქმა უნდა არ ვიცი ვნანობ თუ არა ან ასე უნდა ყოფილიყო თუ ასე იყო ისე როგორც იყო იმიტომ რომ ისტორიას ვერ შეცვლი და ვერც უკან დააბრუნებ როგორიც იყო ის ისტორია ისეთია და ალბათ ასე უნდა მომხდარიყო მაგრამ რაღაცა დოზით მაინც ესე იგი ვნანობ რომ არ მეყო იმხელა რაღაცნაირი სითამამე რომ ამ ადამიანს გავყოლოდი და უფრო ალბათ სხვა დონის მომღერალი ვიქნებოდი შეიძლება არ ვიცი სხვა რაღაცებს გავაკეთებდი ცხოვრებაში მაგრამ ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა აი წყალში შემიძლია თქვა ვარსკვლავი ხარ თუ არა მე სულ სხვა რამის გამო წავიდოდი მასთან სამუშაოდ რომ აი ის გამოცდილება მიმეღო რა გამოცდილებაც მას ჰქონდა დიუკ ელინგტონს იმიტომ რომ ამხელა მუსიკოსი როცა არის შენი მეტრე და როდესაც შენ გასწავლის ესე იგი რამხელა გამოცდილება შევიძენდი აი ამაზე მწყდება გული და არა იმაზე რომ მე გავხდებოდი ვარსკვლავი თუ არ გავხდებოდი ვარსკვლავი ამას არასოდეს არ ქონია ჩემთვის მნიშვნელობა და აი ეს მომენტი განსაკუთრებულად ჩამებეჭდა თავში შეიძლება იმიტომაც რომ ვიყავი 19 წლის და ახალგაზრდა ვიყავი მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რა დროსაც არ უნდა შეხვდეს ასეთი დონის მუსიკოსი დიუკ ელინგტონი და თუნდაც გვარის გარეშე მოგიხსენიო შენ თავის წიგნში ერთი ფრაზით ეს უკვე რა ვიცი ძალიან დიდი გამარჯვებაა ჩემის აზრით რა და ეს არის ის ყველაფერი რისთვისაც ღირს იმ პროფესიაში ყოფნა რა პროფესიასაც შენ ეუფლებოდი მთელი ცხოვრების განმავლობაში მოდიოდი და აკეთებდი რა